მოგესალმებით, კოლეგებო, კვორუმი გვაქვს, შეგვიძლია ბიუროს ხდომა დავიწყოთ. სანამ დღის წესრიგის ძირითად საკითხებზე გადავალთ, მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს და მინდა მოგილოცოთ თითოეულ თქვენგანს და ჩვენ ქვეყნის მოქალაქეებს. მადლობა. ახლა რაც შეეხება ძირითად საკითხებს. ახალი საკანონმდებლო ინიციატივები გვაქვს, ეს არის პირველი და მეორე საკითხი პაკეტი, ანუ საქართველოს კანონის პროექტი ბავშვის უფლებათა კოდექსის ცვლილებების შეტანის შესახებ. აღნიშნულ პაკეტზე წამყვან კომიტეტად გთავაზობთ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს, ამასთანავე გაცნობებთ, რომ ინიციატორი ითხოვს დაჩქარებული წესით განხილვას პაკეტის და რათა შესაბამისმა კომიტეტმა განიხილოს ეს პაკეტი, ასევე უნდა გაგრძელდეს რეგლამენტით გათვალისწინებული ვადის დინება პარლამენტის სესიებს შორის პერიოდში. მადლობა, გთხოვთ კოლეგებო, როგორც საკანონმდებლო ინიციატივას, ასევე დაჩქარებული წესით მის განხილვას უყაროთ კენჭი, ვინ არის მომხრე. მადლობა. მესამედან მეექვსეს ჩათვლით, ეს არის პაკეტი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი, საქართველოს ორგანულ კანონში, საქართველოს საარჩევნო კოდექსის ცვლილებების შეტანის შესახებ. გთხოვთ უყაროთ კენჭი. ამ პაკეტზე წამყვან კომიტეტად გთავაზობთ იურიდიულ საკითხთა კომიტეტს, ამ პაკეტის შემთხვევაშიც, რათა შესაბამისმა კომიტეტმა დაიწყოს საკითხის განხილვა, უნდა აღდგეს ვადის დინება სესიებს შორის პერიოდში. გთხოვთ კენჭი უყაროთ. ვინ არის თანახმა? მადლობა. მეშვიდე საკითხი, ეს არის საქართველოს მთავრობას და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას შორის გაცვლითი კლასიფიცირებული ინფორმაციის დაცვის შესახებ ადმინისტრაციული შეთანხმება. აღნიშნულ შეთანხმებაზე წამყვან კომიტეტად გთავაზობთ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს, სავალდებულო კომიტეტად, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს. აღნიშნული საკითხიც კენჭი საყრელია და გთხოვთ თქვენს დასტურს. ვინ არის მომხრე? მადლობა. მერვე საკითხი 2019 წლის 18 ივნისის საქართველოს და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასახო შეთანხმების, ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი მეორე ცვლილება. ამ შეთანხმებაზე წამყვანი კომიტეტი საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტი, სავალდებულო კომიტეტებად გთავაზობთ განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდულ საქმეთა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებს. თუ ეთანხმებით აღნიშნულ შემადგენლობას, გთხოვთ უყაროთ კენჭი. მადლობა. გადავდივართ საორგანიზაციო საკითხებზე. საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა შემოვიდა საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი ბერაიასთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობას და საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი, რომელსაც ვიღებთ ცნობად. ინფორმაცია საქართველოს პლენარული სხდომის დღის წესრიგში აისახება. მეორე საკითხი, ეს არის საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის 2024 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში. მესამე საკითხი არის ცნობად მისაღები საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი 2025 წლის 27 იანვრის კომიტეტის ხდომაზე დამტკიცებული კომიტეტის 2025 წლის სამოქმედო გეგმა. ასევე ინფორმაციისთვის ფრაქცია ქართული ოცნების ინფორმაცია გურჯაანის, საგარეჯოს, სიღნაღისა და დედოფლის წყაროს ოლქის დელეგატის უფლებამონაცვლე პარლამენტის წევრად გია ბენაშვილის დასახელების შესახებ. მეხუთე საკითხი პოლიტიკური ჯგუფის ხალხის ძალის მომართვა პოლიტიკური ჯგუფის წევრის ეკა სეფაშვილის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტში წარდგენის შესახებ. აღნიშნულ საკითხსაც ვიღებთ ცნობად. მეექვსე საკითხი პოლიტიკური ჯგუფის ხალხის ძალის მომართვა დობის ჯგუფის წევრად საქართველოს პარლამენტის წევრის ვიქტორ ჯაფარიძის წარდგენის შესახებ. მეშვიდე საკითხი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის წარდგინება. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 4 წევრის თანამდებობაზე ასარჩევად გიორგი ძაგანიას, გიორგი ჭიქაბერიძისა და დიმიტრი ჯავახაძის და ასევე გიორგი ჯავახიშვილის კანდიდატურების წარდგენის შესახებ. მერვე საკითხი საქართველოს პარლამენტის აღნიშნულ საკითხს გადავცემთ იურიდიულ საკითხთა კომიტეტს განსახილველად. მადლობა. მერვე საკითხი არის საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის ინფორმაცია კომიტეტის ხდომაზე თანამდებობის პირის, სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის ხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ პარლამენტის კომიტეტებისაგან მიღებული ინფორმაციის შესწევლის შედეგების შესახებ. მეცხრე საკითხი ასევე არის ინფორმაციული ხასიათის.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია პან-ევრო ხმელთაშუა ზღვის პრეფერენციული წარმოშობის წესების შესახებ რეგიონული კონვენციის ერთობლივი კომიტეტის 2024 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება ერთობლივი კომიტეტის გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე ამ კონვენციით ელექტრონული ფორმით გაცემული გადაზიდვის სერტიფიკატების გამოყენებასთან დაკავშირებით, რომელიც ამოქმედება 2025 წლის 1 იანვრიდან და 2024 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება ერთობლივი კომიტეტის გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე პან-ევრო ხმელთაშუა ზღვის პრეფერენციული წარმოშობის წესების შესახებ რეგიონული კონვენციის შესწორებაში გარდამავალი დებულების შესატანად, რომელიც ამოქმედება 2025 წლის 1 იანვრიდან საქართველოსთვის 2025 წლის 1 იანვრიდან ძალას შესვლის შესახებ. მეათე საკითხი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია 2024 წლის 5 ნოემბერს ხელმოწერილი საქართველოს და აზიის განვითარების ბანკებს შორის დაფინანსების შეთანხმების მწვანე და ინკლუზიური რეგიონული კარიბჭის განვითარება 2025 წლის 20 იანვრიდან ძალაში შესვლის შესახებ. მე-11 საკითხიც ასევე ინფორმაციული ხასიათის არის, ეს არის საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილი 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების ანგარიში და ინფორმაცია მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით გასამართი თვითმმართველობის თემების სამტრედიისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების საკრებულოს შუალედური არჩევნების შესახებ. მე-12 საკითხზე დაგჭირდება თქვენი თანხმობა, ეს არის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიში 2024 წელს სასამართლოში წარდგენილი შუამდგომლობების სასამართლოს მიერ გაცემული ბრძანებების ოდენობისა და მოსამართლის ბრძანების საფუძველზე განხორციელებული შემოწმებების შედეგების შესახებ. აღნიშნული ანგარიში უნდა გადაეცეს საფინანსო, საბიუჯეტო და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტებს. გთხოვთ უყაროთ კენჭი, ვინ არის თანახმა? მადლობა. მე-13 საკითხი. სიბ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ წარმოდგენილი 2024 წლის განმავლობაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების სიბ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ სამედიცინო დაწესებულებებში პაციენტებისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების საკითხების შესწავლის მიზნით ბრძანებების გაცემის შესახებ სასამართლოში წარდგენილი შუამდგომლობების სასამართლოს მიერ გაცემული ბრძანებების ოდენობისა და მოსამართლის ბრძანებების საფუძველზე განხორციელებული შემოწმების შედეგების შესახებ ანგარიში. აღნიშნული ანგარიში გადაეცეს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს. გთხოვთ აღნიშნულ საკითხსაც უყაროთ კენჭი, ვინ არის თანახმა? მადლობა. მე-14 საკითხი, ასევე თქვენი დასტური არის საჭირო. საქართველოს მოქალაქე მარინე ჯონჯუას მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ქირით მცხოვრები დაბალშემოსავლიანი მოქალაქეების ოჯახების საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების ხელშეწყობასთან დაკავშირებით. ამ საკანონმდებლო წინადადებაზე წამყვან კომიტეტად გთავაზობთ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს. გთხოვთ კოლეგებო, ვინ არის თანახმა აღნიშნულ საკითხს და წამყვან კომიტეტად ცნობას. და ბოლო საკითხი, ეს არის ინფორმაცია ლობისტ ლევან ალაფიშვილის ლიცენზიების და ნებართვების შესახებ სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს სივრცის დაგეგმარების არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, საქართველოს კანონის პროექტებზე მუშაობის პერიოდში გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით. ეს იყო ჩვენი დღის წესრიგის ბოლო საკითხი, ბიუროს ხდომა დახურულია. მადლობა.